სანამ უშუალოდ პროდუქტზე გადავიდოდეთ, მინდა გითხრათ, რომ სისხლძარღვები საერთოდ დიდი პრობლემაა ამ ჩვენი პროცედურების, განსაკუთრებით ინექციური პროცედურების შემდეგ. პაციენტები ძალიან განიცდიან სისხლძარღვებს, მაგრამ ეს არის ის, რასაც ვერაფრით ვერ გავექცევით. ქსოვილების დაზიანების დროს ჩვენ ნემსით ვაზიანებთ ერთს კი არა, ასობით კაპილარს. და გარდა იმისა, რომ ჩვენს ექიმზეა დამოკიდებული, როგორ გააკეთებს ნემს, ასევე ზუსტად იგივე ხარისხით დამოკიდებულია პაციენტების კაპილარების კედლის ელასტიობაზე. რაც უფრო ელასტიურია კაპილარის კედელი, მით უფრო ნაკლებად ხდება სისხლძარღვება და რაც უფრო ნაკლებად არის ელასტიური, რა თქმა უნდა, სისხლძარღვები ჩნდება. ადამიანის ქსოვილებიდან სისხლძარღვების გაწოვის ფიზიოლოგიური დრო გახლავთ საშუალოდ 2 კვირა. რა თქმა უნდა, ესეც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თვითონ ასაკზე, ქსოვილების მდგომარეობაზე, იმ პროცედურაზე, რასაც ვატარებთ და ასე შემდეგ. ამიტომ პაციენტს პროცედურის შემდეგ ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად და დროის შესამცირებლად შეგვიძლია დაუნიშნოთ ბიოდერმას ციკაბიო არნიკა პლუსი. ამ პროდუქტის გამოყენების შემდეგ ძალიან სწრაფად ხდება ქსოვილების აღდგენა, რეგენერაცია, პლუს მასში შედის ისეთი ინგრედიენტები, რომელიც მიკროცირკულაციას აუმჯობესებს, არნიკას ექსტრაქტი, რომელიც ამცირებს სისხლძარღვებს, ეპიგენინი, რომელიც აძლიერებს მნიშვნელოვნად მიკროცირკულაციას და პლუს თუთია, რომელიც გახლავთ ანტიბაქტერიული ინგრედიენტი. სწორედ ამ შემადგენლობის გამო, აღნიშნული პროდუქტი პაციენტს შეუძლია გამოიყენოს პროცედურის დამთავრების თანავე. დღესდღეობით ბიოდერმა ციკაბიო არნიკა პლუსი ჩემთვის გახლავთ ყველაზე უფრო ხარისხიანი, ეფექტური და შედეგიანი პროდუქტი. ციკაბიო არნიკა პლუსის გამოყენება შეიძლება დღეში 3-ჯერ, 4-ჯერ. ჩემი პირადი გამოცდილებიდან თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ციკაბიო არნიკა პლუსის გამოყენებიდან 24 საათში უკვე მნიშვნელოვანი შედეგი შეინიშნება.